გაგაძეოთ, გაგახარავთ. სულიერი წინსვლა და გისურვებთ, როგორც მთელი ლიტურგია სიყვარულს გიქადაგებს, სიყვარულს მოგვიწოდებს და ამ სიყვარულში გავზრდებით. ეს სიყვარული არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ ცხოვრებაში და მინდა რომ ამ სიყვარულით ვიცხოვროთ. ეს სიყვარული არის ზუსტად ის ამოსუნთქვა, ზუსტად ის სულიერი ძალა, ზუსტად ის სულიერი რეალიზაცია, ჩვენი სულიერი და სამშვენივრელი თუ ხორციელი შესაძლებლობების, რომელსაც ჩვენ ვითვისებთ ამ ცხოვრებაში გამოცდილების სახით. და ჩვენი გამოცდილება სულიერი სამშვენივრელი თუ სხეულებრივი, სულიერი ემოციონალური, მენტალური, ემოციონალური თუ ხორციელი, ესე ვთქვათ, ყველა ის გამოცდილება, რასაც ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხი ვითვისებთ, ვისისხორცებთ ამ ძიმე ტკივნეულ ცხოვრებაში, გამწმენდელი ტკივილებით სავსე ცხოვრებაში, ვიტყოდი მე? და რა ჩვენ არ გადაგვიტანია ხა ნეგატივს, აღარ მოყვები ნაზიერები ხალხს, ამიტომ ეს რაც გადავიტანეთ, რასაც ვიტანთ, ყველაფერი ეს ეს ყველაფერი არის ის უნიკალური ესენცია, უნიკალური ის დისციპლინა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ სიყვარულის ძალა და გამოცდილებაში სიყვარულის ეს ვაჯაღლო გამოვაკლოთ ყველაფერი ამისა. ჯართი კი არ გამოვაკლოთ, ვაჯაღლო გამოვაკლოთ. უკეთესი გავხდეთ, საუკეთესო გავხდეთ. გავიღიმოთ, ტრები გიყურებენ და გაიღიმოთ და მოვაქციოთ, ვთქვი. მოყარე მტერი კი არ უნდა გახდეს, მტერი უნდა მოყარე გახდეს. ეს ფილმში რო არ გახსოვთ, თუ ესეთი კაცი იყო, ვისაც ტრის მოყარედ გახდა შეიძლება მოყარის ტრატ, მოყარე თუ ტრატ გაიხადა, ეგ რაღა ნიჭია. გასაგებია, მაგრამ ეგეც თავისებური ნიჭია ალბათ, ანტინიჭი, მაგრამ ის გენიალური ფილმია, მაგრამ ხო, მაგრამ თავარი ისაა, რომ გაიგებთ, თქვენ დაფეთებული და დაშინებული და დაკომპლექსებული და დამცირებული სახე არავის არ უნდა. დაიმდაბლე შენი თავი, ამაშია სიმდიდრე. დამდაბლება ეს უმაღლესი კულტურა და სიმდიდრე, უმაღლესი დონეა, რომელიც ის სიმდაბლით სიმაღლეს ხადაგებს, ხო? გაიხსენეთ ტროპარი, ხო? წმინდა ნიკოლოზ სიმდაბლით და სიმაღლე. ის დამდაბლება სხვა არის. კიდე დამცირება და გაუბედურება და გაღატაკება და საბჭოთა პოსტსაბჭოთა ცხოვრებისა განადგურებული რაღაცა სიბეცეში და რაღაცა დაბნეულობაში ორიენტირი რო არ აქვს ადამიანს და რო არ იცის რა არის ავიდა კარგი და რო არ იცის რა წეს თაყვანი და კერტახანიშვილობაშია და გალქიშულია და ცოდნა არ აქვს თუ აქვს და ქაოსური რაღაცა არა ეს იცოდეს ყველაფერი სისტემაში მოიყვანოს უკეთესი გახდეს პირიქით უფრო გააქტიურდეს კი არ მოდუნდეს მერენამ ტრამპი ეხოლება ტრამპი უნდა ყავდეთ ეს ტრიტერის და დაპყრობების გამო ჩვენ ვიზიდებით აბა ესე მაშინ სათბურში ხო სათბურში რო იქნება ესადმენი რაღაცა მაშინ სადა ესე არ არის პატარა წვია მოვოდები სათბურის მცენარის იმუნიტეტი არა აქვს უნდა მტერიც ყავდეს მოყარეც ყავდეს გახსოვ მტერი ის ყავსო კარგია უნდა მტრიანი გახსოვ ეს ცალკე და რა თქმა უნდა ცოცხალ ადამიანს ხამტერი ეყოლება გადმოყარე მაგრამ ამ ყველაფრის სინთეზი უნდა გაკეთდეს ანალიზი და სინთეზი რომ გამოიტანოს ადამიანმა ის უნიკალური გამოცდილება როგორ უნდა მოიქცეს რა შეიძლება მისვლის რა არ შეიძლება მისვლის როგორ წეს ქრისტეს თაყვანი რა სიტყავს ღვთის გლობალური ნება მის ლოკალურ ცხოვრებაში როგორ გარდაწყდება ეს და როგორ უნდა ემოქმედოს სწორად მართლად რის საშუალებას და ცოდნას გვაძლევს მადლობა ღმერთს მართლმადიდებლური საწინააღმდეგო სრული დოქტრინა რომელსაც თუ კი წავიკითხავთ თუ კი ჩავმოვდეთ სწორად და მართლად დავსვათ კითხვას სწორ და მართლად პასუხს მივიღებთ რასაც ყველას გისურვებთ მადლობთ ჩვენ იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თან ამინ